მოგესალმებით, დღეს არის 15 აგვისტო და მე ვიმყოფები ქვიშხეთში. აი აქ საკმაოდ მასშტაბური პროექტი ხორციელდება და ძალიან მალე გაიხსნება. ეს გახლავთ სარკინიგზო ახალი გვირაბი. თუ არ ვწდები 8 კილომეტრიანი სიგრძის არის. აი ეს ასევე ახალი გზა სარკინიგზო და შესაბამისად გვირაბი. ანუ მე კონკრეტულად რატო ვიმყოფები აქ? შიგნით არსებულ გვირაბში განთავსებული არის ელექტროკარადები, ელექტროოთახები, სადაც განთავსებულია მთლიანად ელექტროსისტემა და იმის გამო, რომ გარეთ არის საკმაოდ მაღალი ტემპერატურა და რა თქმა უნდა გვირაბში არის დაბალი ტემპერატურა, აღნიშნულ ელექტროკარადებზე ჩნდება კონდენსატი. ეს რა თქმა უნდა უსაფრთხოებისთვის არის დამაზიანებელი, შესაბამისად მე ჩამოვედი აქ იმისთვის, რომ აღნიშნულ კარადებში და აღნიშნულ ოთახში შევარჩიო შვენი ბრენდის ტენის ამომრჩეველი აპარატები, რომელიც განთავსდება გვირაბში არსებულ ელექტროოთახებში და სრულად ტენიანობა დაიწევს ნორმაში და ის კონდენსატი, რომელიც ჩნდება ელექტროკარადებზე, ანუ ლითონის კარადებზე აქვს საუბარი, აბსოლუტურად გაქრება. ამიტომ უსაფრთხოდ რომ იყოს მთლიანი ელექტროსისტემა, ჩვენი ტენის ამომრჩეველი განადგარები განთავსდება შიგნით. მე შევალ, იმედია მექნება იმის საშუალება შიგნით, რომ თქვენს დაგათვალიერებინოთ არსებული სიტუაცია და გავაგრძელოთ შემდეგ შერჩევა აპარატებს. წავედით გვირაბში, აი ამ აილერებით ძალიან საინტერესო გვირაბია რა. მოგზაურობთ და შევიდეთ პირველი 2 კილომეტრზე და შემდეგ მეორე კარადა არის 6 კილომეტრზე. ეს არის ეს კარადები გვიდგას აქ. არ გამოვიდები რა, ამიტომ არა, ეს კონდენსატი აქვს აქ. ტრაქტორი ჯარიშობს. არ მოსულობ და რა თქმა უნდა, უსაფრთხოებისთვის ეს არ ვარ გასშესაბამისად უნდა გაშრეს აქ ეს ოთახი. ისე ხო რა. ხო, რა ის რო გადის იმე. გელი. ხო, ლეტა ის სამომხმარებლო. ამისი მოგიცხარე. არა უჩვენე. გამოვედი გვირაბიდან, მინდა გითხრათ, შთაბეჭდილებები არის ძალიან მაგარი, რადგან ეს გვირაბი რეალურად აღმოჩნდა 8 კილომეტრის სიგრძის, რაც რეალურად ამიერკავკასიაში არის ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბი, 8 კილომეტრი. ძალიან მაგარი პროექტია, მართლა მასშტაბური პროექტია. მოკლედ ვიყავით შიგნით, როგორც ნახეთ, სკუტერებით შევედით და საკმაოდ გრძელი მოგზაურობა აღმოჩნდა, როგორც წასვლა, ისევე უკან დაბრუნება, ძალიან ექსტრემალური, რაც მე ძალიან მიყვარს. მოვინახულეთ ოთახები, სადაც უნდა განთავსდეს ჩვენი ტენის ამომრჩეველი აპარატები. და ეს ოთახები, როგორც გითხარით, გახლავთ ელექტროკარადები, ანუ ელექტროსისტემები, სადაც არის განთავსებული სპეციალური ადგილებია გვირაბში გამოყოფილი კონკრეტული სისტემებისთვის და რადგან დატენიანება არის ძალიან მაღალი, მით უმეტეს აი ამ სეზონისთვის, განთავსდება ჩვენი აპარატები და შესაბამისად კონდენსატი, რომელიც კეთდება ელექტროკარადებზე, სრულად გაქრება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით შემდეგ უკვე გაჩვენებთ თუ როგორ განთავსდება ჩვენი სისტემები აღნიშნულ გვირაბში. კარგად.